შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი. რკინი გზაზე, მეორე. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანი, ანდაზა. ცივი და ძვალ რბილში დამაზრობელი ქვენა ქარი უბერავდა, თანაც თოვდა და წვიმდა, თოვლ-ჭყლაპი მოდიოდა, მთის მწვერვალები ნისლით დაბურულიყვნენ, წყლით გაჟღენთილი და დამძიმებული ღრუბელი მიწაზე ეშვებოდა და ისე ნელა მიიზლაზნებოდა, როგორც ის მატარებელი, რომელშიაც კორნელი იჯდა. მატარებელი ყოველ უმნიშვნელო სადგურზეც კი საათობით ჩერდებოდა და ქუთაისიდან თბილისში ჩასვლას დღე ნახევარი მომუნდა. გაჭვარტლული ორთქმავალი მისუსტებული ხმით და გულსაკლავად გაჰკიოდა ძირულის პირას მთებს შორის დაგებულ ლიანდაგებზე. თითქოს ძალა გამოელიაო და შველას ითხოვსო. ძლივს მიიტანა სული სადგურამდე, გაჩერდა, დაბარბაცდა და უარგისი დამჯღრეული ვაგონები შუბლით ერთმანეთს შეაჯახა. ასე უხეიროდ შედგა სადგურზე იმ იმედით, რომ კარგახანს დაესვენა, იარები მოეშუშებინა და გზაზე დაღლილს ძალა მოეკრიბა. კორნელიმ ვაგონიდან ჩასვლა ვერ მოახერხა, რადგან სველი და დაკონკილი ყაბალახით თავწაკრული გლეხები მოაწყდნენ კარებს. ყიჟინით, დაფეთებული თვალებით აწვებოდნენ ერთმანეთს. კიბეზე და ბაქანზე ლობიო სიმინდით სავსე ტომრებს, ხურჯინებსა და კალათებს ეზიდებოდნენ. ქალაქის ბაზრისაკენ ეჩქარებოდათ, ორიოდე გროშის გამოსარჩენად. ჟღალწვერიანი, ქურქში და ჩექმებში გამოწყობილი კაცის ჯობნიდა ყველას. იდაყვით აწვებოდა დახეულ პაჭიჭებიან ჩია და სუსტ გლეხებს. ცხრის ფარასავით აფენდა ხალხს აქეთ-იქით და ისე იკაფავდა გზას გელივით მუხლმაგარი. მარჯვეთ ავარდა კიბეზე და ბაქანზე შეაგდო ხურჯინი, რომელშიაც დაკლული ვეება ღორი ჩაეტენა. ღორი არ ეტეოდა ხურჯინში და ცეცხლზე გარუჯულ ყურებს უზარმაზარი ღამურის ფრთებილით აბარტყუნებდა. უმოწყალოდ ჩაფრენოდა და ასე მიათრევდა მძიმე ხურჯინს ქურქიანი კაცი. იყო რაღაც მგლური ამ კისერ მოუდრეკელი და გააფთრებული კაცის სახეში და მის შმაგ მოძრაობაში. თითქოს ადამიანი კი არა, მგელი მიათრევს ამ კისერ გამოღადრულ ღორსო. ერმილე, მომაწოდე ტომარი, გაზძახა მან ამხანაკს. ხალხში გაჩრილი ბიჭი ერმილე ვერ ახერხებდა ტომრის მიტანას კიბემდე. კიბესთან საშინელი ყაყანი და ცოდვა მადლის განკითხვა იდგა. გეგონებოდათ გააფთრებული ხალხი დასარბევად მოაწყდა ვაგონსო. რა უწესრიგობა სჩვევია ჩვენ ხალხს, როგორი ყაყანი იცის მან, გაიფიქრა კორნელი. ვაგონის ბაქანზე ასულ ჟღალწვერა ქურქიან კაცს ვიღაცამ შეუტია. სად მოძრები, სპეკულიანტო? შენ თვითონ ხარ სპეკულიანტი. იწყინა ქურქიანმა და ისე შეუღრინა და შეზახა, რომ შიშისაგან კინაღამ სული გააგდებინა. მაშ სად მიათრევ ამ ტომრებს და ამ ხურჯინს?
გამოექომაგა პირველს მეორე მგზავრი. არა და მე ვიცი, შენ გამოყვებავ ჩემს სოლშულს ქალაქში. მიუგო ქურქიანმა. ქალაქ ბუხარის რესტორნის ბუფეტის ყოფილმა გამგემ. რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოსულიყო იგი და ქურქის შიგნით გვარდიელს წელზე ნაგანი ეკიდა. კორნელიმ უთხრა: მოეცალე კარებს, აცალე სხვებსაც შემოსვლა, ბაირამობა ხომ არ არის? ქურქიანმა იმდენი ტომრები და ხურჯინები დაახვავა, რომ ვაგონის ბაქანი საწყობი გეგონებოდათ. ტყილად გაემართა ასეთი ჭყლეტა კიბესთან ხალხს. მატარებელი დიდხანს ჩერდებოდა სადგურზე. ასჯერაც რომ შესულიყვნენ რიგრიგობით ტომრიანი და ხურჯინიანი გლეხები ვაგონში, დრო მაინც დარჩებოდათ. ახლა კი ერთმანეთს უშლიდნენ ხელს და თავპირს ამტვრევდნენ. დაიცათ, აცალეთ ერთმანეთს შემოსვლა, დრო კიდევ ბევრია. რიგში ჩადექით და ყველა მოასწრებთ, ყვიროდა კორნელი. მართლაც გლეხებმა რიგრიგობით იწყეს ვაგონში შესვლა და ბაირამობაც გათავდა. ასეა ყოველთვის, ფიქრობდა კორნელი. ხალხს თუ წინამძღოლი და ხელმძღვანელი არ აღმოუჩნდა, აირევა და ერთმანეთს დახოცავს. კარგა ხანი გავიდა. ბოლოს გლეხები დალაგდნენ თავისი ბარგიბარხანით. სველი პაჭიჭების, აბედისა და თუთუნის სუნი დააყენეს. კორნელი ფანჯარასთან იდგა და ნაღვლიანად გასცქეროდა სადგურის იქით აღმართულ, მისლში გახვეულ იმერეთის მთებს. თბილი პალტო ეცვა, თავზე დაბალი ბუხრის ქუდი ეხურა. ავადმყოფობის მერე ძლიერ გამოცვლილიყო. არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. თვეზე მეტი დრო მამის ბიბლიოთეკიდან შერჩეული წიგნების კითხვაში გაატარა სოფლად. ვაგონის სახურავიდან ჩამოდენილი წვიმის წვეთები ვაგონის კიბის საფეხურებს ეცემოდნენ. რკინიგზის გასწვრივ ბოძებიდან ბოძებზე გაჭიმულ მავთულებზე კრიალოსნის მძივებივით მისრიალებდნენ. წვეთი წვეთს ეწეოდა, ერთი მეორეს უერთდებოდა და სიმძიმის გამო მავთულს წყდებოდა. ასევე კორნელის ფიქრი ფიქრს მისდევდა. ერთ გარკვეულ ძაფზე ძივებივით აცმული და ეგ მისი ფიქრი მიმართული იყო სამშობლოს მომავლისა და სამშობლოში თავისი წილის და დანიშნულების შეცნობისაკენ. სადგურის ბაქანზე ზარს შემოჰკრეს. მალე ორთქმავლის კივილიც გაისმა. ბაქანზე სადგურის უფროსი გამოვიდა და კორნელის თვალწინ ეშელონმა გაიარა. აღარ თავდებოდა ზარბაზნებით, ჯავშნიანი მანქანებით, ყუთებითა და სხვა ბარგით დატვირთული თავახდილი ვაგონები. ეშელონი გაჩერდა. ვაგონებს წვიმით გაჟღენთილი ბრეზენტი ეხურა. ბრეზენტიდან პერანგჩაცმული ზარბაზნების ლულების ჩანდნენ. ზარბაზნებთან მწვანე მაზარაში გამოწყობილი, სულთლად დასველებული გერმანელი ჯარისკაცები იდგნენ. მხრებაწურულმა ჯარისკაცმა უძილო თვალები მიაპყრო კორნელის. კორნელის თურქთა ეშელონი და ასკერები მოაგონდა. ასკერებსაც ასეთივე მაზარები ეცვათ. როგორ არ ხეინათ მიდი-მოდიან ჩვენს რკინიგზებზე უცხო ჯარები. ჩვენც თავისუფალი ქვეყანა ვართ რაღა, ფიქრობდა კორნელი და ზიზღით უყურებდა გერმანიის კოლონიური არმიის ჯარისკაცს. მის დაქანცულ ყვითელ სახეს, წყლისფერ უსიცოცხლო თვალებს, მაზარას, რომელზედაც აბუზულ წიწილასებრ იჯდა სველი და მოკრუნჩხული სამხრეები. კორნელი მეორე ვაგონისაკენ გაიხედა. იქ 5 ჯარისკაცი იდგა. ესენიც ამოწუმპული იყვნენ და ამათაც გაშტერებული და ნაღვლიანი თვალები ჰქონდათ.
გერმანელი ჯარისკაცების გაწვრთნილობისა, მხედრული წარმოსადეგობისა და სიმხნის მიშანწყალიც არ ეცხოთ. თითქოს ბრეზენჩი გახვეული ზარბაზნები კი არა, საყვარელი მეგობრების კუბოები უდგათ ვაგონზე. იმად გლოვობენ და საპატიო ყარაულში დგანანო. ასე საცოდავად გამოიცქირებოდნენ სხვა ვაგონებზე მდგარი ჯარისკაცებიც, რომლებიც ბედს გადმოეგდო თავიანთ სამშობლოდან, მათთვის უცნობდა შორეულ საქართველოში, ამ ნისლით დაბურულ მთათა შორის გაყვანილ რკინიგზაზე. რამ დაამუნჯა ეს ხალხი? რა უბედურება ეწვიათ? გაიფიქრა კორნელიმ და ამ დროს ისევ გაისმა ზარის ხმა. ახლა ბათუმიდან მომავალი ჯარისკაცებით და ზარბაზნებით დატვირთული ეშელონი ჩამოდგა სადგურზე, გერმანელთა ეშელონის იქეთ, ლიანდაგის პირველ ხაზზე. თავახტილ ვაგონებზე ინგლისელი ჯარისკაცები იდგნენ. მიხაკისფერი მოსასხამები ეცვათ, თავზე გადმოხურული ჩაბალახის მსგავსი კაპუშონებით. ტანამართულნი მხნე და დამცინავი სახით მისჩერებოდნენ ისინი თავჩაქინდრულ გერმანელ ჯარისკაცებს. ინგლისელთა ეშელონს თან ჩამოჰყვა მხიარულება, ზეიმი, ხოლო გერმანელთა ეშელონს კი გლოვა და ნაღველი. ამაოდ ცდილობდნენ გერმანელი ჯარისკაცები წელში გასწორებას, თავაღებით ცქერას. ინგლისელები დასცინოდნენ მათ, კორნელისათვის გაუგებარ სიტყვებს გაზახოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. გერმანელ ჯარისკაცს სახეზე კუნთი შეუთამაშდა და ინგლისელებს ზურგი შეაქცია. ვერ აეხსნა კორნელის ცივი ნოემბრის ამ თოვლ-ჭყაპიან დღეს საქართველოს რკინიგზის პატარა სადგურზე პირისპირ მდგომ ეშელონების ჯარისკაცთა შორის ასეთი მძულვარება. არ იცოდა კორნელიმ, რომ ინგლისთა ზეიმი, ხოლო გერმანელთა გლოვა გამოძახილი იყო იმ დიდი ისტორიული გარდატეხისა, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინათ მოხდა იქ, ევროპის მატერიკზე. 100 საათს გრძელდებოდა დასავლეთის ფრონტზე 1000 ზარბაზნის განუწყვეტელი და გულშემზარავი გრიალი და მერმე მიწყდა უკანასკნელი გვინვა. გაისმა საყვირები და ბრძოლის ხაზი უცნაურმა ავტოებმა გაიარეს. გერმანელი რწმუნებულნი მესაყვირით და თეთრი დროშებით გაემართნენ საფრანგეთის ჯარების სარდლობისაკენ ზავის დასადებად. გერმანიის არმიამ წააგო ომი. მისი სამხედრო ძლიერების მზე ჩაესვენა. წასვლის წინ ფელდმარშალმა ჰინდერბერგმა ირჯვარი გადასახა თავის ოფიცრებს და უთხრა: ღმერთი იყოს თქვენი შემწე, წადით და ეცადეთ მამულისათვის უკეთეს. მაგრამ გამარჯვებული მტერი ულმობელი აღმოჩნდა. მან მოითხოვა ელზას-ლორენი, მდინარე რეინის მარცხენა ნაპირი და ქალაქების მაინცის, კობლენცის, კელნის რაიონების ოკუპაცია. ბლოკადა ძალაში რჩებოდა. გერმანიას უნდა გადაეცა გამარჯვებულ სახელმწიფოსათვის ყოველგვარი საომარი იარაღი ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში. უნდა გადაეცა ზარბაზნები, ტყვიანფრქვევები, ვაგონები, ორთქმავლები, გემები, თვითმფრინავები. გერმანიას ხელი უნდა აეღო თავდაცვის ყოველგვარ საშუალებაზე. ეს იყო გერმანიის პოლიტიკისა და სტრატეგიის სრული გაკოტრება. ამაოდ უცხადებდა გერმანიის საზავო კომისიის თავმჯდომარე ერცბერგერი საფრანგეთის ჯარების ულმობელ მარშალს ფოშს. 70 მილიონიანი ხალხი იტანჯება, მაგრამ არ კიკვდება. წელში გატეხილი, მშიერი და სისხლისაგან დაცლილი
უსუსური და უიარაღო 70 მილიონიანი გერმანელი ხალხის მომავალი წყდიათში ეშვებოდა. აი, რითი იყო გამოწვეული გერმანელი და ინგლისელი ეშელონების გლოვა და ზეიმი საქართველოს რკინიგზის პატარა სადგურზე. როდესაც გერმანელ-ინგლისელთა ეშელონები სხვადასხვა მიმართულებით წავით წამოვიდნენ, სამგზავრო მატარებელიც დაიძრა თბილისისაკენ. კორნელი ფანჯარასთან დაჯდა. თვალი მიმოავლო ვაგონში ბარგი ბარხანით ერთმანეთში უწესრიგოდ არეულ გაჭედილ ხალხს, დაგლეჯილ, გაძვალტყავებულ და დაჩიავებულ გლეხებს. ნეტა როდის მიეცემა ეს გაღატაკებული ხალხი ადამიანურ და დოვლათიან ცხოვრებას, ფიქრობდა კორნელი. ბორბლების თანაბარი გრიალი და ვაგონების ქანაობა ძილსაგვრიდა. ფანჯრის მოაჯირზე შემოაწყო ხელები. ზეგ თავი დასდო და ჩაიძინა. მაგრამ ვაგონის მძლავრმა შერყევამ მალე გამოაღვიძა. ფანჯარაში გაიხედა. ცხვირწინ აღმართული მთები ისევ ნისლში იყო გახვეული. წვიმა ისევ ჟინჟღლავდა და ბოძიდან ბოძზე გაკრულ მავთულებზე ისევ მისრიალებდნენ უთვალავი წვეთები კრიალოსანის მძივებივით. მატარებელი სურამის უღელტეხილს უახლოვდებოდა.